სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია ajarnet.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. ვისთვის ვიმღერო? გონი უნდა წავიდე. მესმის შენი. აბა კლეო. მოусმინე. აბა, მოგეწონა. კარგია. რა სიტყვი? მე, შენთან სახლში. პირველი გაკვეთილი უფასოდ. გინდა რომ გიტარაზე დაკვრა მასწავლო? რა თქმა უნდა, რატომაც არა. კარგად ვუკრავ. გაკვეთილებით ბევრი ფული გამოვიმუშავე. დიდი ხანია მინდა დაკვრა ვისწავლო. მართლა? კი. მაგრამ ალერგია მაქვს გიტარისტებზე. გამარჯობა. გამარჯობა. კარგია რომ მარწყი მოიტანე. აღარ იყო. ახლა ყველაფერი გვაქვს. გუშინ კარგი დრო გავატარე. მეც. იქნებ კიდევ გავსულიყავით. შესაძლოა. უნდა ვიმუშაო. კარგი. ლუის. რა იცი ამბრის შესახებ? სასაცილო რა არის? ამბრი მითია. არ არსებობს? არსებობს, მაგრამ ის ძალიან ცოტაა. ინტერნეტში წერია, რომ ის რომ ამბრი ქალთევზებზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენს, ეს სისულელეა. შენც ხომ იცი ეს რა არის, არა? რაღაც სუნამოს მაგვარი. ადრე მას სუნამოებში იყენებდნენ. კარგი. ამბრის ვეშაპები ქმნიან. ეს განსაკუთრებული ზეთივითაა, რომელსაც ვეშაპები გამოყოფენ ოკეანეში. გამოყოფენ ექსკრემენტებთან ერთად. ექსკრემენტები ეს, ანუ, ექსკრემენტები ზუსტად ეგ. და რატომ გაინტერესებს? მე ქალთევზას ვხვდები. კარგი იქნებოდა რამე ისეთი მქონდეს, რასაც მასზე ჰიპნოზის ეფექტი აქვს რაღაც მდგომარეობაში. ხომ გესმის, არა? როგორ მდგომარეობებში? არ ვიცი. შენ შეგიძლია თავისუფლად დაიბრუნო, კლეო. მე ახალი მეგობარი მყავს. მე და კლეო უბრალოდ მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა. რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინა, ზეინ დაივიწყე. ეს მითია. მაგარია კიმი, ყოჩახ. რა ნიჭიერი ხარ? გამარჯობა კლეო. როგორ ხარ? აქ რა საკეთებ? ნეიტი გიტარაზე დაკვრას მასწავლის. მისი ენთუზიაზმით მომისყიდა. უფასო გაკვეთილს ვუტარებ. რა? შენ მითხარი რომ გადამიხდიდი. ნეიტ, მინდა რომ ჩემი სახლიდან წახვიდე, სანამ მამას ვუთხარი რომ უკან დამდებ. მე არ. მამა, ნეიტი დაკვრას მასწავლის. შენ გამოახმაურე. დიახ, მის გამო. თქვენი გოგონა ძალიან ნიჭიერია. მართლაც. დიდი ხანია ასწავლი ნეიტ. დიახ, ერთი კვირაა. აბა, ანუ კარგად გწოდნია დაკვრა. ტრაბახი არ მიყვარს. კარგია. იცი რასთან მოპყრობა მიყვარს? ამასთან? გინდა ნიჟარის შეკეთების გაკვეთილი ჩაგიტარო. უფასოდ. კარგად ხარ?
ხილი მაინც არ მჭირდებოდა. მზადა. გმადლობ. კიდევ გამომადგები. არხია გასაწმენდი. იცით? არა, მე გიტარის გაკვეთილზე ვაგვიანებ. გონი მამაშენს მოწვენ ვარ. დახმარების უფლება მომცა. ძალიან კარგი. აბა. ახლა რის გაკეთებას აპირებ? ვიბანავებ. მომშორდი ყარხარ. მე ხომ მუშაობდი, გავოფლიანდი. ეზოფლი არა. ეს საშინელება. მოდი, სახლში გავიქცევი. შხაპს მივიღებ, შემდეგ კი მე და შენ კინოში წავიდეთ. ნედ, მამისმინე. მე არასოდეს შეგხვდები. და ეს უარია? ლუის, რა გინდა? ეს ამბრია. სად იპოვე? ინტერნეტში. ანტიკვარულ მაღაზიაში მითხრეს, რომ ის 100 წელზე დიდი ხნისაა. ზეინ, ზღვარცდები. ეს მეცნიერული ინტერესის გამო ვიყიდე. უნდა გამიგო. დამპალი კალმარის სუნი აქვს. ის 100 წლისაა და ვეშაპის განავლისგანაა დამზადებული. რასელოდი? წაიღე, არა. წაიღე, არ მინდა. მაგარია, ზეინ. ახლა შარლოტასთან ერთად უნდა მესადილა. გონი მარტო მოგიწევს ჭამა. გამარჯობა, ლუის, მაპატია რომ დავაგვიანდა. ეს რა არის? აგიხსნი. თევზი გაასუფთავე? არა, მისი ბრალია. მან შემასხა. ჩემთვის ულერთი არა მოხდა. თუ ჩემთან ასეთი სუნი თაპირებდი სადილობას დაივიწყე. შარლოტა, მაპატიე, შეჩერდი. ეს მითია. დაივიწყე ამბრი. შარლოტა, დაბრუნდი. დავიბან. სად მინდის ყველა? აქედან შორს. რატომ? შეგიძლია ნეიც დაელაპარაკო. წავიდეს ან დაიბანოს მაინც. გამარჯობა, ემა. ეშმა წასვლა გთხოვა. მაგრამ მე წვენი ვიყიდე. არ გინდა ჩამოჭდე. ნეით, მხოლოდ ერთხელ გავიმეორებ. მინდა რომ დარჩე. მინდა სამუდამოდ შენთან ვიყო და ის ვაკეთო, რასაც მიბრძანებ. ცუდი სუნი არ მაქვს? არა, მამაკაცური სურნელი გაქვს. მე მზიდველი. ემა, ბევრი სამუშაო გაქვს. უკვე აქ ვარ დაკავებული. ემა, შეიძლება ახლავე ვისაუბროთ. დაამშვიდდი, ბიჭო. გოგონას დამსახურებული შესვენება აქვს. კი, შესვენება მაქვს. ეშ, ემა შორსა? მას კითხე. იცი, წვენი მინდა. შენც დამოგეღო? კი, მაგრამ მოდი მე მოგიდან. გამარჯობა, კლეო. კიდევ ორი ეშ. ემა, რა ხდება? ჩვენ შორის სიყვარული დაფრინავს. ნეით სხვა თვალებით ვუყურებ.
ვერ ხვდები. ემა ვერ იტანს ნეიტს. ვერავინ ვერ იტანს. რაღაც ისე არა. გამარჯობა ნეით. შვენივრად გამოიყურები. შეიძლება ჩამოვჯდე. რა თქმა უნდა. რაზე საუბრობდით? არაფერზე. ემა უბრალოდ მიყურებდა. შეიძლება მეც გიყურო. კი. იცი რომ შარლოტასთან ვეღარ ვისადილე. დაბანა მომიწია, რათა სუნი მომეშორებინა. დამოხვევინა. მესმის. სად არის ეს სუნამო? არ ვიცი, ალბათ მაგიდაზე. რა იყო, კიდევ გინდა სცადო? არა. მინდოდა და გამომეკვლია და ნემოშის ანალიზი გამეკეთებინა. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მე და შარლოტა ერთად ბედნიერები ვართ. მე და კლეო მეგობრები ვართ და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? ხმები მომივიდა. რას გულისხმობ? რა გაიგე? არაფერი. ზეინ, მოიცადე. რა გაიგე? ნეით. უნდა ვისაუბროთ. რაზე? ეს პირადულია. მოდი გავიდეთ. მუჩაჩო. რაც არ უნდა იყოს შეგვიძლია ამ ორი ქალბატონის თანდასწრებით ვისაუბროთ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, არა? კარგი. ნეით, ყარხარ. მომხმარებლები გააქციე. და მინდა რომ ახლა ვეწახვიდე. რა? წავიდეს? ეს ყურებს არ ვიჯერებ. ეს სიმართლეა, ვერ ხვდები როგორ შეგიძლიათ მის გვერდით ჯდომა. იცი მე რას ვფიქრობ? უბრალოდ ეჭვიანობ. რა? გოგონა მართალია. დარბაზს შეხედე, цаრიელია. ნეიდი, რა შუაშია? მისგან დამპალი თევზის სუნი მოდის. რა ხდება? მოდი რიკის გითხოთ. რიკი, ნეიდი ყარს? ხუმრობ? ნეიდი ყველაზე ეს ყველაზე კარგი მამაკაცია სამყაროში. კარგი, ნუ ჩაერევი ჩემს პირად ცხოვრებაში. ეს რა შემჭირდება? ყველაზე ნაკლებად გოგონებთან პრობლემები არ მჭირდება. ჩემი აზრები წაიკითხე. ამ მაგიდაზე სუნამო არ გინახავს? არა. შვენიერია ის დაიკარგა. იცით, ქალებს ვერასდროს ვუგებ. მე და ემა პაემანზე ვიყავით, კარგად გავერთეთ. მეორე დღეს კი თითქოს არ ვარსებობ. როგორც ჩანს, ყურადღებიანი ბიჭები მოდაში აღარ არის. შეხედეთ ნეიტს. არც ტვინი აქვს, არც ტაქტი. ის კი პოპულარულია. რა? ემა გიждდება მასზე. რიკიც. და კლეოც. რა, ნეიტი? თითქოს ჰიპნოზში არიან. ჰიპნოზი? ხომ იცი რაც ხდება არა? ამბრი. რას მეუბნები, შენ რა თავად მიხვდი? აბა, მისტერ ამბრი მითია, რა უნდა ვქნათ? რა გავაკეთოთ? როგორ შეიძლება მას შეეხო? რიკი. რა? ერთი წუთით შეიძლება? ნეიტთან ცეკვავ. ვიცი და ეს უცნაურად არ გეჩვენება? ნეიდი ძალიან მაგარია. აბა რა. რა ვქნათ? ნეით. შენი დახმარება მჭირდება. შენ ხომ ნავების სპეციალისტი ხარ არა?
არ მცალია. ხედავ, არ გთხოვდი, მაგრამ სასწრაფოა. იქნებ სხვა დროს იყოს. არ გინდა ჩემი ნავი გათხოვო. ერთი კვირით. ალბათ გამოვნახავ რამდენიმე წუთს, კარგი. გოგონება, დამელოდებით. არ წახვიდე. გთხოვ. ორი კვირით. ერთი წამით. მოდი საღამოს სანაპიროზე შევხვდეთ. იქ შევძლებ, რომ ყურადღება მოგაქციათ. გვპირდები? რა თქმა უნდა. იქ შევხვდებით. ნახვამდის. ნახვამდის. აბა, რა სჭირს? კარგი ნეით მოგვეცი. რა? იდიოტივით ნუ იქცევი. იდიოტი არ ვარ. მომეცი ჩემი სუნამო. რა სუნამო? გამოტყდი დროზე. როგორ ფიქრობ, რეკის რატომ მოსწონხ ხარ? აი თურმე რა შეასაქმე. ამაში? ამას? არანაირი კავშირი არ აქვს. გოგონები როგორც იქნა მიხვდნენ, რას კარგავდნენ და გადაწყვიტეს ნეით მობილით გაერთონ. თქვენ კი ეჭვიანობთ. ნეით მობილი? დიახაც ნეით მობილი. ღმერთო, მისმინეთ. გოგონებს მოვწონ ვარ, იმიტომ რომ გიტარაზე ვუკრავ. კარატით ვარ დაკავებული და მცურავი სასიყვარულო მანქანა ვარ. გამოტყდეთ ბიჭებო, ცუდადაა თქვენი საქმე. ძალიან კარგად გრძნობ თავს. მეც. ჰა. ეს რა არის? რომელი საათია? უკვე 2 საათია. რას ვაკეთებდით მთელი დღე? ემა, შეიძლება ვისაუბროთ. ვიცი რომ მარტო ერთი პაიმანი გქონდა. ჰა, კარგი იყო. იქნება მიხსნა ეს ყველაფერი. რა ყველაფერი? ის რასაც იქ აკეთებდი. შესვენება მქონდა? ამას ხალხში რატომ აკეთებდი? გინდა რომ ვიმალებოდე? არ ვიცი, იქნებ გაგეფრთხილებინე მაინც. ეშ, შესვენება ყოველთვის ერთი და იმავე დროს მაქვს. ემა, იცი რასაც ვგულისხმობ. და თუ თამაში გინდა? კი ბატონო. ვერ გავიგე. ერთმანეთს არც გიხვდებით და ისე იქცევა თითქოს რაღაც მოხდა. ბიჭები ხანდახან ისეთი მგრძნობიარები არიან. გამარჯობა, როგორ ხართ? მაგრამ ყველა არა. რა არიცი? ის თუ როგორ მიიღე ესეთი სხეული? მოგენატრეთ? კი. ყველაზე მეტად ვის? მე. გოგონებო, კარგით, არ იჭხუბოთ. აბა, ვის უნდა რომ ვიცუროთ? რა სიტყვით? მე. ეშ, გოგონები სად არიან? არ ვიცი რა მოხდა. ემას არ უთქვამს სად წავიდა. არაფერი არ უთქვამს. ხომ დაინახე სად წავიდნენ? სანაპიროზე. არ გინდათ საცურაო კოსტუმები მოიტანოთ? არ გვინდა რომ მოგშორდეთ? ვინც პირველი გაცურავს და უკან დაბრუნდება, ჩემს კოცნას მიიღებს. პირველი მე ვარ. მე უფრო სწრაფი ვარ. გოგონებო, მშვიდად, შეგვიძლია ერთად ვიცუროთ. არა. ახლავე ჩვენთან ერთად წამოდით, თორემ მინანებთ. ჰეი, ბიჭებო! გეყოფათ ეჭვიანობა და აღიარეთ, რომ გოგონები ნეით მობილზე გიждდებიან. ხომ ასია გოგონებო? რას ვაკეთებთ? რატომ ვარ აქ? ალბათ წყალმა ჩამორეცხა.
ზეინ რა ხდება? ამის ახსნა რთულია, მაგრამ თქვენ ნეითი შეგიყვარდათ. სამივეს. მარა მათი მოსმენა, წამოდით ვითამაშოთ. გაცურეთ, ახლა ვესწრაფოთ. აი, ასე უკეთესია. ძალიან კარგი. ნეით, თუ გონია რომ მათ მართლა შეუყვარდი, იდიოტი ხარ. სამი ლამაზმანი რომ არ მელოდებოდეს მე. გოგოებო? გოგოებო! ვინი ფიქრებდა? მარტო რამდენიმე წვეთი და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. რა გინდა რომ დაიჭავო? ამბრი მოქმედებს. რამოდენიმე წვეთ შეუძლია მოგიგვაროს პრობლემები კლეოსთან. ნუ დამიშვებ შენს დონემდე. ჩვენ მარტო მეგობრები ვართ. არ თქვა რომ არ გინდა. შეგიძლია რომ შენს ფეხებთან დაეცეს. რატომ უნდა გინდოდეს ვინმე რაიმე გააკეთოს ისე რომ არ უნდოდეს? ლოის. აი სათხარ. გაძებდი. ამ საზიზღრობით ხომ არ ხარ გადაცებული? უკვე აღარ. არ მჯერა რომ ლამის საიდუმლო გავეცით ნეიდის სიყვარულის გამო. ახლა გულია მერევა. ჩვენ ხომ არ გვიგოც იმისთვის. დეზინფექცია უნდა ჩავიტარო. რა იცი რა ხდება? აღმერთო, აი რატომ იქცეოდა ეში უცნაურად? რას ვაკეთებდი მისი თანდასწრებით? ეშ, გამარჯობა. გამარჯობა. ყველაფერი კარგადაა? ბიზნესი ყვავის. შენი მეგობარი ხომ წავიდა? ამის ახსნა რთული იქნება. ჩემთვის კი აშკარაა. ეს შენი ყოფილი შეყვარებულია არა? არა, უბრალოდ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ყველა ძველ ნაცნობთან ასე იქცევი. მაპატია. შეიძლება თავიდან დავიწყოთ. და არის კიდევ რამე რაც უნდა ვიცოდე. არა. კარგია. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყოლოშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.